То есть 50 тысяч комплектов таких уже поставляется. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამტკიცებს, რომ უკრაინას ეს არ სურს. Моторы. სამშაბათ ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აქვს ლეგიტიმაცია, შესაბამისად ის ვერ წარმართავს მოლაპარაკებებს. Вести переговоры можно с кем угодно. მოლაპარაკება ნებისმიერთან შეიძლება, თუმცა ვინაიდან იგი არალეგიტიმური პრეზიდენტია, მას არ აქვს უფლება დოკუმენტზე ხელი მოაწეროს. თუმცა თუ კი მას სურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მე ამისთვის გამოვყვებ შესაბამის კადრებს, რომლებიც აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს. თუმცა საბოლოოდ ხელმოწერის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. დაუშვებელია რამე ხარვეზი და გადაცდომა. ყველა საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი. პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრებაზე და გაიყვანოს ჯარი დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის რეგიონებიდან, რომლებიც რუსეთმა 2022 წლის სექტემბერში მიითვისა. მოსკოვს ასევე სურს, რომ დასავლეთმა გააუქმოს დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთს უზღუდავს გლობალურ ბაზრებზე წვდომას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის საპასუხოდ ყურადღება გაამახვილა ყოვლის მომცველი შეთანხმების აუცილებლობაზე და არა ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რადგან ეს მისი თქმით რუსეთს მხოლოდ გადაიარაღების საშუალებას მისცემს.